მადლობად მეგობრებო, ყველას მოგკითხვა ბედნიერება. და ღმერთი იყო ჩვენი ფარველი, არა? ეკერო დავიწყოთ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით კოლორადო შტატში. ნომერ გზა 70-ზე. საერთოდ ზამთრის წინ, უკვე ფაქტობრივად ზამთარია რომელია უკვე. ნოემბერში სკოლები აქეთკენ არ მოდიან. თვითონ პოლიცია და აი ეს დიოტების შემოწმებლები ითხოვენ ჯაჭვებს. ეხლა მე კი მაგ ჯაჭვი და ზოგჯერ არიან ხოლმე ადამიანები სკოლები რომ ჯაჭვები არ აქვთ რა, ისე დადიან რომ აქეთკენ არ მოდიან, მე ზამთარში აქეთკენ არ მოდიან და თვითონ ჯაჭვი კი ღირს $150. მაგის პრობლემა ჩვენ არ აქვს, მაგრამ მარტო ჯაჭვებზეც არ არის, იმიტომ რომ ამინდები აქ ძალიან ხშირად იცვლება განსაკუთრებით ამინდის პირობებში. მაგრამ მე იმის მუღამი მაქვს ეხლა მეგობრებო, ნახეთ რა კაი ამინდია. სიცხე არ არის, მაგას რაღაც 16 გრადუსია, 16-17 გრადუსი. წინა ჩამოსვლაზე და მთაზე ასვლა. აი ეს თავისებური იუტას მთები რო არის ასეთი სპეციფიკური მთელი სისტემა რა, ლამაზი მთების და ერთი არის ასეთი კორპუსა მთებს ვეძახი და აი მან მინდა რომ ავიდე რა. თავისთავად ეხა მეგობრებო ჩაიფიქრეთ, სადაც ასეთი ჩვევაა რომ ჩვევათ რა ვიცი. როგორ გითხრათ, რაღაცას რომ ჩაიფიქრე და მაგ მთაზე ახვალ სრულები შეზღუდება. იმედი არ შეიცვლება, ნახეთ, არსად ხუბელი არ არის, არაფერი არ არის და გამოვიყენოთ ეს საშუალება, იმიტომ რომ აი ერთ კვირაში, ორ კვირაში უკვე კაცრი ზამთარი წამოვა. ვიტყვიან გავაკეთოთ სპორტულ-გეოგრაფიული ასვლერული ასვლა. ავი ალპინისტოთ. ეხლა ალპინისტოთებ ჯერ შევსავართ, არც თუ კი გვაქვს არც არაფერი, უბრალოდ უნდა ავიდეთ. წინა ჩამოსვლაზე გავცოთ, მაშინ ვიღაცა კაცი დაადიოდა და შუა მთაში რო იყო და ჩვენც ავიდეთ და მე იქიდან ზემოდან გადავხედოთ ლამას ხედებს, რომელიც იუტას ტერიტორია გვთავაზობს. ამ მთაზე შეიძლება ასვლა, მაგრამ ძალიან დიდი მანძილია, ამას კაი დიდი დრო უნდა. სანამ იმ ჩვენ ასასვლელ მთასთან მივართ, დავტყვეთ ასე ვთქვათ გორაკების ლანდშაფტით. თავისი ფერადი ლამაზი ფერით. მთებში რაღაც ასეთი პატარა მანქანები ვიდგან და რასაკეთებენ იქ რაღაცა საინტერესო რამე თუა ჩვენც გვინდა ჩვენც იდა კარგია მიხედე საქმეს მიხედავთ აბა რას ვიზარდ ნახე რა სილამაზია სახლებია, სავარაუდოდ აბა ფერმებია ყოფილი ძველი. თუმცა ეგ ორი ძროხად ასე ენავს. კიდევ აგერ მანქანა დგას. ასე ხშირად განახმე, არავინ კი არ არის. ასე მიტოვებულია მანქანები, სავარაუდოდ თვითონ სხვაგან მიდიან. გაფუჭებული არ არის. და თქვა ერთი მანქანა რო შეხტოს, ორი რო შეხტოს, კიდე იწვრი. რომ რაღაცა გაფუჭდა და მიატოვეს მაგრამ არ ხშირად განახმე რა მანქანები და მე ვფიქრობ რომ აჩერებენ და რაღაც იქით ეხით მიდიან. ჰაიკინგი ისვრად ჰაიკინგს ეძახიან ხო ლაშქრობას. აიდან გამახსენდა რა მე ჩემ ტურისტულ ბიზნესში ზოგჯერ მოდიოდნენ ხოლმე უცხოელები და ითხოვდნენ იქ წასვლას ვთქვათ ისტორიულად მცხეთაში ან კახეთში ან სადმე. არა, უბრალოდ აი სადმე მთაში მიგვიყვანე, მთასთან მიგვიყვანეო და ჩვენ ავალთო და ჩამოვართო. და
მე ყაზბეგის მხარეს მივხვდო ხოლმე და განსაკუთრებით ლომისის მთაზე ვარდოთ ხოლმე ასრომა. ლომისი იმდენად არის მე თვითონ ირჩევდი ხო, აი მოდი ნახავ ამ თას, გაგვიჩერე და ჩვენ მაღლა ავართ და მე ჩამოვართ. ეკიდან მახსოვს ეს ჰაიკინგი. ალბათ ეს მანქანებიც როდგანან ჰაიკინგით არიან დაკავებული. ანუ მანქანას ტოვებენ და საზღვრებში მიდიან და უხარიათ რა. თავისებური რაღაც თასვლელობაც არის. ალპინისტობა, მაგრამ ხო რა, არის ასეთი როგორ ვთქვათ, ინტერესი დაკმაყოფილების სიტუაცია რა. მე იყვნენ უცხოელები, რომელსაც აი მოდი რა თბილისიდან შორსო სადმე მთაში მიყანეო და შორს ასვა არ უძოდა და ამყავდა ხოლმე მოჯოში. და კერძოდ უძო იმაზე ქოროღლის მთას. და იქ მაგრამ მოსწონდათ ხოლმე. აი ასეთი მომენტია რა. ალბათ ვიღაცა არის სრულველი და ეს მთას ირჩევს აქაც და მოდის და მანქანას ტოვებს და ადის აი ესეთ მთაზე. ჩვენც რომ მივდივართ ჰაიკინგი, ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენც ყოფილი მთაზე ასვა და ჩავთვალოთ რომ ჰაიკინგი უნდა შევასრულოთ. მე ჰაიკინგის რო გადაწყვიტა, ალბათ მე მთაც უნდა შეარჩიო. ალბათ შეჩევა უკვე გემოვნების ამბავია. აი ნახე როგორი ტუნელივით გზა არის აქ მოგინდება გასვლა. აი გაჭრილია, ხრელი ბუნებრივად არის თუ ეს ხელოვნურად. რას გაიგებ? ეთხელ მახსოვს დარიალის ხეობაში ხო იცით აი ყაზბეგიდან საზღვრამდე რომ მიდიხარ, ხო ძალიან ისეთი შავი კლდეებია და იქ მოვიდომეს ასვლა და შეეშინდათ. აი ჰაიკინგსაც თავისი ხარისხები აქვს, არა? ეხლა აქ უფრო ადვილია და ჩვენთან დარიალის ხეობაში რომ მიდიხარ, იქ კლდოვანი მთებია რა. თუმცა ესეთ კაი ძნელი ასასვლელია. ძნელია ახლა ბოშეთ ვაი თოკები და ეს არ დაგჭირდება, მაგრამ მაინც ეფექტურია. ჰაიკინგის მოყვარო, უკვე ორი მანქანა დგას. ხო რა, ეთქვა მანქანას ტოვებენ აქა. მე ადიან სადღაც გამიდიან. გამასე და აი ფასანაურში უყარდათ ხოლმე გაჩერება და მე გუდამატრისკენ უნდა წასვლა. განსაკუთრებით აი ეს თუ აი ამერიკელი რო მოკრა იმ წყელს რომ ვიცი გამავთ. იქ უყარდათ ხოლმე წასვლა. დოსხევიო, დოსხევი. განაგიდო ჰაიკინგის მოყვარულები. აქელა თავისი სახლი მანქანასთან ერთად არის. ერთი-ორი სამა, იქითაც განა. სადაც ამერიკელებს უყვართ ხოლმე გასვლა, შეინდობა, ბავშვები მიყავთ რაღაც სტაბილიზების მიღება. რატომაც არა, კაცო, მუშაობ და თავი ეს ჰაიკინგი დაამუღაბო რა. აი ნახოთ ეხლა ალბათ რომ მივავთ ჩვენ დასთან დავამუღავთ ჰაიკინგის ვაჩვენებს სიტუაცია. მოსად გაუჩერებია მანქანა. მარიცი გიკვირს არა, რა უნდა ამ მანქანას, მაგრამ აღმოვაჩინეთ. ჰაიკინგისტები არიან, ჰაიკინგისტები. რავი, ამდენად სწორად ვიდა. დავთქვეთ არა სილამაზე, რა ლამაზია, მაინც სხვა არის რა. ამზის სხივებზე მაგარიშთან ვირტავით. ნელა ჩვენ თასაც მივახლოვდებით.
რა ქვია, ვენერაზე ამ პლანეტაზე. კოსმოსური ამბები რა. აქაც შეიძლება ჰაიკინგის გაკეთება. ჩვენ შერჩეული გვაქვს თან. აქ მანქანას არ უნდა გააჩერო. აქ რო აძრე როგორ ჩამოყვალ არა აქ ფეხით ვეღარ ახვალ ეს ჰაიკინგი არა აქ ალპინისტი უნდა იყო. აქ ვერ ახვალ ეს ჰაიკინგი ნამდვილად არა. თუმცა აიღა იქ თაზე გვერდიდან არა ესა არა კაცო ეს კორპუსი აქ როგორ ახვალ აქ ნამდვილი თასვლელი უნდა იყოს თოკები და ის სპეციალური დანადგარები რა ქვია ფეხსაცმელი ბატინკები და ეს კინიანი რაღაც ინსტრუმენტები რო აქვს ხოლმე აქ იმაში ნახვა აქეთ არ ყოფილა დევილ კანიონიო და აი შემდეგში ეს როგორ არ ვიცოდი მარაუშას ახლა ჩავიფიქრეთ ეშმაკის კანიონიო და საინტერესო იქნებოდა. ალბათ სასწაული გადასახადია. გამოჩნდა ჩვენი საჰაიკინგო მთები. ამდენია 1-2-3 აი მანქანების დგანა. ახეთ ერთი მე წინა ჩამოსაზე რო ვიძახდი კორპუსები ვიდგანა. რამდენი ხალხი იგებს ჰაიკინგის მოყვარულები არიან. აკიტას გამოჩნდა. კორპუსას რო ვეძახდი, კორპუსამდე, კორპუსების ხელა არ არის. 8 სართულიანი სახლი, 10 სართულიანი სახლი. სიმაღლეზე კი იქნება. და ჩვენი არა მგონი შემდეგი მთა. ჩვენი დასალაშქრი და ცოტა ხანში გამოჩნდება. აი ჩვენი ეს მთა ხო არის და აი ჩვენი დასალაშქრი და ეგერ არის მაგ. აბა. აი კისტო კაკო, რაშიშვი, რასიზა, აბა, ახვალ ამ თაზე. აპირობა ხო თქვით უნდა ავიდეთ მეთქი. თქვარი ასასვლელი. მე არავინ არ დგას, არა მარტო მე ვარ კაცო. მანქანებით განახორბე და. მე და ეს ყვავი რო აფრინდა. აპირობა შესაძლებელია, უნდა ავიდეთ. აქ მოემზადოთ. ვიცი ხა პატიკებს და წავიდეთ. თბილა ჩავიცვით. ცივა იცი 10 გრადუსია. მაგრამ ჩვენ ვიყავით გახსოვთ აი ინდიელი დებორ გამიფრას და რო გადავიხედეთ. და მე ვთქვი რომ რამენაირად უნდა მოხდეთ აქ ამ თაზე და მაშინ რო ვიყავით იქიდან ვიყურებოდი და ერთი კაცი დაბოდეულობდა აქ მაღლა და ჩვენ უნდა ავიდეთ მაღლა. ეხლა გურათღე მე პირველად არ ვიცი, მაგრამ მოდი წრე დავატყოთ აქიდან ასე ვერ ვარ. იმ სიმაღლეზე ნამდვილად ვერ ვარ. მაგრამ მოდი ამ თას წრე დავატყოთ. და რა ხდება ვნახოთ. დასანანია რომ კაციშვილი არ არის კაცო. ამდენ ჰაიკინგისტები იყვნენ, მაგრამ ფაქტობრივად დღე შაბათი დღე არის და მეორე მომენტიც არის სიცივეებია გამოცხადებული და ეტყობა ტურისტები არ მოდიან. თუმცა ისეთი მშვენიერი ამინდია. ჩავიფიქროთ მეგობრებო. ხოიცი ამ ასვლაზე რაღაცა უნდა ჩავიფიქროთ ამისას. მოდი ჩავიფიქროთ რომ საქართველოში იყოს შვიდობა, შფოთი არ იყოს და
ისე იყოს ყველაფერი, რომ ჩვენ გულს გაუხარდება, ქვეყანას გაუხარდება და მომავალსაც გაუხარდება. არა. კარგი, დავიწყოთ. მე აქედან არა ვარ ჯერ, იმიტომ აი მანქანა შევამჩნი ასე შემოვიდა, ეტყობა გზარი და მე რას გულისხმობ, იცი? აი ასასვლელი, მაგრამ გონი იქ უნდა იყოს უკან ამხრიდან ასასვლელი რა. თუ არა და მაშინ ასე ავიდეთ რა. ფიზიკურად როგორ ახართ მეგობრებო? ნახოთ აბა ეხლა თუ ჩემი ფიტვები და სუნთქვა როგორ ამ იმას ტყუილად ხარ ვარჯიშობთ, როგორ იქნება, როგორ გადავილით ამ ტერიტორიებს, ასე რომ ვთქვა. ასე პიტავი წავიდე, ის ჯერ შევისწავლოთ არა მთები, შეიძლება უკნიდან არის ასასვლელი და პიტაპირ ვარ მივადგე. აქედან პიტაპირ ავიდგე, მაგრამ აიქ მინდა ასლა, აიქ. შეიძლება რაღაცა გაკეთებულია და ჩვენ არ ვიცით. მანქანა ნახე აი გახაზულია. იმიტომ მე შემიმჩნევია, იმიტომ ძალიან ბლომა ტურისტები მოდიან ხოლმე და რა მაინდა-მაინც ახლა ჩვენ გავხდით ახლა მარტო. ეს როგორ უნდა ახვიდე, რაღაცა იქნება ვარიანტი არის ამერიკელებს უყვართ ხოლმე ასე რაღაცები და თორა და ჩვენ მოვიფიქროთ ზეიმი. ეხლა ფიქრობ ვიქტორინა გამოაცხადოთ თუ არ გამოაცხადო, მაგრამ არა. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ისეთი ჩანაფიქრი გვაქვს, ჩაფიქრებული აქვს ვიქტორინა და ასე რაღაცები უადგილოა. და მოვედი, მაგრამ ეთი აი რაღაც წარწერებია და ის ხوار წავიკითხო. რა აქ როგორ აქვს დაიცა ჯერ მოდი ის წავიკითხოთ რა ხდება. რო ვიცოდეთ. ესე იგი Chost Rock. არა ეს არ არის, ეს სხვა. მე ეხლა წავიკითხოთ მეგობრებო, წავიკითხა და გეტყვით. You have reached the top of the San Rafael's well anticline remains of dome after millions of years of erosion bordered by huge area called the head of Sinbad. Sinbad's თას ეძახიან. The storm grows here and here highway shower power wind and water as wind shift massive and dunes descends via deposits of wild we had everything to რაც გავიგეთ მეგობრებო, ისტორიას მილიონები წლები ქარისგან და წყლისგანო მთები იყო და დაიცალაო. იქითკენ ახლა აი ქნა ჩავიდე ჩვენ და ამ თას ეძახიან სიმბადის თას. ბოლოს და ბოლოს ვიტყვით, რომ სიმბადის თის გარშემო ტრიალეთ, მაგრამ როგორ უნდა ავიდეთ ახლა ჩვენ მანდა, აბა დავზვეროთ. სიმბად, გამოდი სიმბად. ეხლა ახალგაზრდებმა შეიძლება არ იცოდნენ, მაგრამ ასეთი კინო იყო ხოლმე იმაში. ხშირად სიმბადის არაბული ზღაპრებია. და იქ სიმბადი იყო მთაში და მთელი ლეგენდები იყო. ხა მე კარგად არ მახსოვს, მაგრამ კინო მახსოვს სიმბადის მთა და სიმბადის ოქროები და ასე რაღაცები იყო ხოლმე. მე გადავიკითხავ სიმბადის შესახებ. ხო, ეხლა როგორ ავიდე ჩვენ აქაც? ასე პირდაპირ მივადგე? აქ ნამდვილად გინდა ეხლა ალპინისტი უნდა იყო, რომ იქ ახვიდე. ნახეთ როგორ არის ასე გამოშვერილივით არის და მე ესე ასე უნდა ავიდე, მაგრამ იქ ავარ მაღლა. არა, იქ ნამდვილად ვერ ავარ. ახლა მან სპეციალური ის გინდა რა. მოდი წე დავარტყა თუ ისე იქიდან წარმოვიდეთ, მაშინ უკან დაუბრუნდეთ. აქედან ავიდე მეგობრებო, გამიმეტებთ. დარწმუნებული ვარ, არ გამიმეტებთ. ეს როგორია ეს? ახლა კი შევძლებ, ახლა განა ვერ შევძლებ, ახლა გულათიათ რო გითხრათ. მაგრამ ასე რომ მივადგე ახლა მე ასე. წავიდე. სადამდე ავალ, აქ ვერავა. და მე იქით ვერ მოახერხებ, მაგდენის კი ვიძახი, მაგარი ვარ, მეთქი, მაგრამ ასე ვერ გავრისკავ. ახლა თან მარტო ვარ. ასე ავძვრე და იქ გადავიდე. არა. ახლა მარტო რო არ ვიყო, შეიძლებოდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასე რო ავიდე, ასე წავიდე და იქ ავიდე. მე ბოლომდე ვერა ვარ იქით. გამორიცხულია. მანდ ალპინისტი უნდა იყო. მოდი მაშინ წავიდე, წე და ვატყო და წინი და მოახერხოთ ასლა.
სიმბადის თავს ხელი მაინც მოვკიდოთ ნახე. მილიონი წლები. საინტერესოა მაინც რა არის ბუნება რა. კაციშვილი არ არის რა. მარტო ჩვენ დავართ. ხო და მე კითხულობდი რომ პირველად რომ მოვიდნენ ეს ამერიკის კვლევარები და აღმოჩენები გადაერინენ ეს რა არისო და მან წერია რომ მე-18 ინდიელებმა რა თქმა უნდა იცოდნენ, მაგრამ მე-17 საუკუნის დასაწყისში მოვიდნენ პირველად თეთრკანიანები ამ თასთან და ვიღაც სახელია სემიო თუ ვიღაცა ძმები სემელები მათ უკავშირდება ამ თის ასე თქვათ თეთრებისთვის ისტორია. სიმბადი რო ქვია ეს კი ვიცი. ავიდეთ ახლა ჩვენ წავიდეთ და წინამფრიდან ასე შემიძლია, მაგრამ არა, მოდი თავი დავიზღოთ. ჩვენ ხო ყოველთვის ვიზღოთ ხოლმე თავს. ბაშიც მასი არ არის, რაღაცას რო აკეთებ. წინასწარ მოჭადრაკესავით უნდა განსაზღვრო, რას მოყვება. ეხლა მივადგეიცა და უკვე თავისთავად უკვე ფიქრობ, რომ შეიძლება ჩამოვარდა და რატო უნდა ჩამოვარდეთ. თუმცა გვაქვს სხვა არჩევანი, რაციონალური და კვიანური. ამა დავიდეთ, всё. მოდი იქითკენ წავიდეთ. ასე შემიძლია ასა, მაგრამ არა. მოდი გაკვალული გზით წავალ. ჩვენ ხო ვართ რაციონალურად ვაზროვნებთ. მარტო არა ვარ ჯორჯის აქ არის, მაგრამ ჯორჯი რას მიშველის რომ ჩამოვგორდი, ა? აი, დავიწყოთ ასვლა. აწერია იუტა დევინჩი ალერი ჩარტ. უიმე. ძალიან გზელი გვარი დაუწერია უკვე. მოვიდეთ. ასე არ ჯობია. თუ ჩამოვგორდები, მაინც ჩამოვგორდი. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და იმის გვიც რომ საქართველოში სპორტი არ იყოს, ჩვენ კიდევ მაღლა ვართ. და ვიხედოთ. წავიდეთ. სხვათაშორის იცით როგორი სიცივეა? ზეკი არის, მაგრამ ცივა. ის კაცი იქ არ მიდიოდა ასეზე, ამსი. თან ჩემი გახსოვთ სიმაღლის შიში რომ აქვს ხოლმე, მაგრამ გონი გადავლახე უკვე, აღარა მაქვს ისეთი შიში. სიმაღლის შიშის. ავიდეთ ცოტა მაღლა კიდევ. მოვედით. კაი სიმაღლეზე ვართ არა მეგობრებო. აი, იქით არ ვიყურებოდეთ. კიდევ ავიდეთ ცოტა მაღლა. всё. ამის იქით მეგობრებო. უკვე აქ გონი ალპინისტსაც გაუჭირდება. ალპინისტში ხო ორი მიმართულებაა. ერთი ჩვეულებრივი ჰაიკინგი რო თქვით და მეორე ასე კინებით ვინც ავა, მაგრამ აღე ვერტიკალურად რას იმ კედელივით ადგას. ის უნდა მაინც როგორ გამიჭიდა რა. აი ეს არის რა, მანქანაზე რო ზიხარ. ეს მაინც გერო აი მიუხედავად იმისა რომ ვარჯიშობ და რაღაცა
მაგრამ აი თბილისში რო ჩავდივარ, იქ ბასენზე დავდივარ, ფეხბურთს დავდივარ და უშუალოდ ეს ფილტრების ის იხსნება ხოლმე, მაგრამ აი აქ რო ჩამოდივარ 2-3 თვით და ეს აი ზუსტად მეტყობა ხოლმე ხა. და დიდი მანძილი არ ამოვიარე, მაგრამ მაინც გადავხედოთ აქაურობას, სიმბადისთვას ასე თუ ისე შევეხეთ. გახსოვთ აი ჩვენ რო ვიდექით იქ რო ვიყურებოდით და აქედან რო ვიყურებოდით, აქ აი ეს კაცი იდგა აი ამ შუა იმაზე რა. და რა ვიცი ხა იქით გადავიდე იქიდან გამომდინარე რომ მარტოა, მოდი თავს შევიკავებ. მაგრამ შეგვიძლია აქედან გადავხედოთ იუტას თების სისტემის სილამაზეს. ნახეთ რა ლამაზია ცხოვრება. აი სიმაღლეზე წივართ. მაგა ცივა აი სიცივია, მაგრამ ეს მზე რო არის. აი სახე გამეყინა, ისეთი აი ქარია და ეს გამეყინა, მაგრამ მზე რო არის, მაინც ეთყობა დადებითად მოქმედებს. თუმცა უკვე გამოცხადებულია ამინდის, მე აქეთკე რო წამოვედი, ვიფიქრე როგორი ამინდებია მეთქე და ეს ორი დღე კაი ამინდია, მაგრამ ზეგ უკვე -5, -10 ესეთი ტემპერატურაა გამოცხადებული. გაეკეთებინათ კიბე, აი ჩვენთან როა კაცხის მონასტერში რო ახამე კიბეები გაკეთებული, მაგრამ იქ მეც არა ვარ ასული. მეორებს სული გაქვს რო ახვიდე, მაგრამ როგორ გინდა ახვიდე? მეგობრებო, სული ხო ჩაიფიქრეთ, ეხლა ბოლომდე ვერ ავედი, მაგრამ ნახევრად ხო ავედი. ნახევრად რო სულები შესურდეთ, ცუდია? მგონი ცუდი არ არის. ჩვენ რა ჩავიფიქრეთ? სიმშვიდე და სიწყნარე ხო საქართველოში და არა უშავ ნახევარი შესურდეს ის სიწყნარე, ნახევარი ჩვენ დავამატოთ ჩვენი ბრძნული და ჭკვიანური გადაწყვეტილებებით. ხო მეთანხმებით მეგობრებო. მაგრამ მაინც ყველაფერი უფაზეა დამოკიდებული, ყველაფერი მეტისგანაა დაშვებული და უბრალოდ აი არ დავიღლები და განმეორდები რომ გარეშე უფლის გარეშე არაფერი არ კეთდება. უბრალოდ გული მწყდება რომ ადამიანებს გონია რომ უფლის გარეშე გავაკეთეთ ყველაფერს და იმიტომაცაც ამდენ პრობლემებში და ასე შემდეგ. კარგით მეგობრებო, ასე თუ ისე ავედით, მოდი ახლა მე ჩავალ. საერთოდ ყოველთვის ჩასვლა უფრო ძნელია ვიდრე ამოსვლა. იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება ფეხი ჩაგესრიალდეს. მოდი ბოლომდე ჩავიდეთ. ჩასვლა თავარია რომ ფეხი არ ჩაგესრიალდეს და არ მოუჯდეთ რომ იტყვია. Hello. თავარი პარკია რომ არ სრიალებს. ზოჯარი ხომ ჩასვლის დროს გისრიალდება ფეხი. ოკეი. საიდან ამოვიდი ბას. ასე ჩავა, გვერდულად ჩავა რომ არ მომისრიალდეს. ოპა. თხები რო დარბიან ხოლმე, ისე თხები რა სასწორო როგორ დადიან. გინახიათ კტეებზე რო გარბიან ხოლმე თხები. უყურებდი გადაცემა იყო რა თხები ხო დადიან იმ ტაცებლებს გაურბიან ხოლმე, მაგრამ გარდა ტაცებლებისა გარბიან და თურმე ქვებში ყოფილა რაღაც მარილები და მარილებს წოვენ და იმიტომ დადიან, მაგრამ იმას სპეციალური ჩლიქებია. მე ხო არა მაქვს ჩლიქები. ჩლიქები თუ უჩლიქებო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩამოვედით. ახლა ეს ბოლო ის ჩამოვხდეთ. ოკეი, ოკა. ცა. უიმე, აქედან არა. აქედან ხო არ გადავხდები, დაიცა იქიდან წავიდეთ. უიმე, აქაც არა გასასვლელი. აი, აგერა ჩასასვლელი, აი, გადაჩახით. აქრო ისა დავდივარ მახსენდება დავით გარეჯი. სუფეხით ამაქვს თელი ისეთი შემოვლილი. ბერთა უბანი
ისინი და სად არის დავით გარეჯი? რო გაიძახონე საქართველოში, დავით გარეჯი საქართველო. ეს პრობლემას რატო არ აგვარებენ? აი, ახლა ისეთ ადგილას ვართ, რომ გახსენდება ეს და გული მწყდება. ოკეი, ჩავიდეთ. ოპა. ეს ბოლო მონაკვეთი დაგვრჩა, ჩავხტებით და ეგ არის რა. ოკეი. ჯორჯ, შენს გინდა და მაღლა მოსვლა? ჯორჯუნა, ჩემო მეგობარო. კარგი იყო რომ ავსულიყავით, მაგრამ საპატიო მიზეზი გვაქვს. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით და რა ჰაიკინგი გავაკეთეთ სიმბადის მთაზე ნახევრად ხო ავეთით. ვერან ვერ გეტყვის რომ არ ვიყავით. ყოველ შემთხვევაში შევეცადეთ, მაგრამ ეხლა იქ ნახდათ, არ ვიცი, ალპინისტი უნდა იყო რომ მანდახვიდი. ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, ცხოვრებაში სილამაზეს და ყველაფერს კარგს და როგორც ყოველთვის უფალი იყო ჩვენი ფარველი, თავია ჩვენ ვიყოთ ღმერთთან და ის იქნება ყოველთვის ჩვენთან. კარგად აბა, იმედია საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით.